დათა იყო 3 წლის და 4 თვის, როდესაც მივიყვანე სპეციალისტთან. სპეციალისტმა სადღაც 15 წუთი დაკვირვების შემდეგ მითხრა, რომ ეს იყო, ანუ საქმე გქონდა აუტიზმთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გეტყვის, რა ფორმით გეტყვის ამას ექიმი. მე ძალიან ცუდი ფორმით მითხრა, აი ისეთი ფორმით, რომ გამოვედი, ფაქტიურად სიცოცხლე აღარ მინდოდა. დათას დიაგნოზის დასმის დღიდან ჩემში აი ჩაირთო ის ინსტინქტი, რასაც ქვია, რომ დათა უნდა დამეცვა. ანუ ეს ინსტინქტი ჩაირთო და მივდივარ წინ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემშვილს კანონიერად ეკუთვნის და რისი უფლებაც აქვს. მე მხოლოდ და მხოლოდ იმას ვითხოვ, მეც არაფერს. დიაგნოზის დასმის შემდეგ დავიწყეთ ეგრეთ წოდებული ABA თერაპია და ძალიან კარგად წავიდა. საქმე ესე რომ ვთქვათ, ბავშვი დაულაგდა ქცევა ასე თუ ისე და ვატყობდი ყოველდღიურად, რომ რაღაც ახალს სწავლობდა, ვითარდებოდა. დადგა იამი, როდესაც უნდა მივყავით ბაღში. პირველ ბაღში რომ მივედით, მაიძულეს მასწავლებლებმა, რომ წამომეყვანა ბავშვი, ყოველდღე ხვდებოდა მასწავლებელი საყვედურებით, რომ ძალიან ცუდად იქცევა, მაშინ არც ვიცოდი აუტიზმი რომ მქონდა. ამასობაში სადღაც ბაღში მისვლიდან ერთ კვირაში უკვე დაუსვეს დათას დიაგნოზი და სპეციალისტმა მითხრა თუ რომელ ბაღში ჯობდა მიმეყვანა, სადაც ჩემშვილს მიიღებდნენ. ეს ბაღი კიდევ უკეთესი აღმოჩნდა. ასე თუ ისე ინკლუზია არსებობდა ამ ბაღში, მაგრამ მაინც იყო პრობლემა იმის, რომ 45 ბავშვთან მხოლოდ 2 მასწავლებელი იყო კლასში. ამიტომ მასწავლებელი ვერ ახერხებდა დათას ჩართვას აქტივობებში და მე ვიყავი იძულებული სტუდენტი გოგონა დამექირავებინა და გადამეხადა მისთვის გარკვეული თანხა, რომ დათას გვერდით ყოფილიყო და ჩაერთო აქტივობებში. ანუ მარტო კუთხეში დამჯდარი დათა მე არ მინდოდა ბაღში, მაშინ საერთოდ არ ატარო ჯობია. აუცილებლად უნდა ჩაერთოს, აი სწორედ ამან განაპირობა ბაღში სიარულმა და ამ აქტივობებში ჩასვლა, რომ დათა ინტეგრირდა ასე თუ ისე საზოგადოებაში და ჩვენ სკოლაში არ გვაქვს დღეს ამის პრობლემა. წელს დათა შევიდა პირველ კლასში, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა. ანუ თავიდანვე იყო ის პრობლემა, რომ მე მივმართე როგორც სკოლას, ასევე განათლების სამინისტროს, რომ მისთვის ინდივიდუალური სპეციალური პედაგოგი გამოეყოთ, რათა კლასში დათასთან ერთად დამჯდარიყო და ჩაერთო სასწავლო პროცესში დათა. წინასწარ როგორც გავარკვიე, ანუ არანაირი სპეციალური პედაგოგის შერჩევა არ ხდებოდა. ამაზე მომიწია სოციალური ქსელებით ამ ინფორმაციის გაჟღერება, შემდეგ დაინტერესდა ჟურნალისტი, რომელმაც ეს ამბავი გააშუქა. და აი ამან განაპირობა ის, რომ დათას დახვდა 14 სექტემბერს სპეციალური პედაგოგი. ანუ ჩვენ მოთხოვნა იყო ის, რომ დათა ზუსტად მაშინ მისულიყო სკოლაში, როდესაც იწყებოდა სწავლა. ანუ თავის თანატოლებთან ერთად მისულიყო სკოლაში და ჩართულიყო სასწავლო პროცესში. ეხლა არიან ბევრი ბავშვები, თქვა დღესაც მე საუბრობ ერთი მშობელი, 3 კვირაა რაც დაიწყო სწავლა და მიშვილს დღესაც არ ყავს სპეციალური მასწავლებელი და დედაუზის ბავშვს კლასში. ანუ მხოლოდ ერთი ადამიანის არ უნდა გადაუწყვიტო, გადაუჭრა პრობლემა, როდესაც კანონი გავალდებულებს უნდა გააკეთო ყველასთვის, როდესაც საუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე. განსაკუთრებულად დიდი პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ ხოლმე ტანტრუმები, ისტერიკა და ამ დროს შეუძლებელია იგი გააჩუმო. ერთადერთი გამოსავალი ამ დროს არის ის, რომ მის ქცევას არ მიაქციო ყურადღება. როგორც კი მიაქცევ ყურადღებას, უარესი ხდება, ანუ ის უფრო მეტად ტირის, უფრო მეტ ისტერიკას მართავს. ამ დროს, როდესაც შენ დედა ხარ ესე და არიღებ ხმას, რომ ცდილობ, რომ შენი შვილი დაწყნარდეს, საზოგადოების მხრიდან მოდის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, რისხვა, ძალიან ცუდი დამოკიდებულება. რატომღაც გონიათ, რომ 9 ნომერ ავტობუსში უნდა გქონდეს კომფორტი. 9 ნომერ ავტობუსში კომფორტით ვერ იმგზავრებ, 9 ნომერს ზოგადად ესე ვამბობ.
თუ კომფორტი გინდა, მაშინ უნდა ჩახვიდე და ტაქსი დაიქირავო და წახვიდე ტაქსი. იმიტომ რომ ეს ავტობუსია თუ სამარშრუტო ტაქსია არის ყველასთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვისაც. მშობლებს მინდა მივმართო, რომლებიც აპროტესტებენ მათი შვილების კლასში თუ სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. აი ეს თაობა გაიზრდება ისეთი, სადაც იარსებებს სტიგმა. ანუ ამ ბავშვებს ეცოდინებათ სხვაზე ზრუნვა. ელემენტარული ეცოდინებათ, რომ ანუ იმის შედეგად რომ მათ გვერდზე სწავლობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ანუ ისინი უკვე შეჩვეულები არიან ამ ყველაფერს და ელემენტარულად ქუჩაში რომ დაინახავენ მსგავსი პრობლემის ადამიანს არ მიაშტერდებიან და თითს არ გაიშვერენ, რაც ჩემის აზრით ძალიან არ არის ლამაზი. და ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩემს შვილს ეხმარებიან თავის კლასელები იმაში, რომ ჩემს შვილი ინტეგრირდეს საზოგადოებაში, ასევე ეხმარება ჩემი შვილი იმ ბავშვებს იმაში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან ნამდვილ პიროვნებებად, ეცოდინებათ რა არის თანადგომა, თანაგრძნობა. დაახლოებით 2 თვის წინ სხვა მშობლებთან ერთად დავაფუძნე ისევ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდება ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ აუცილებლად შეიძლება მეტი ასეთი მშობლების მიერ დაარსებული ორგანიზაციები უნდა გაჩნდეს, რადგანაც მშობელი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ქვეყანაში მოვლენები. ძალიან მიყვარს იმ მშობლების, რომლებიც ამბობენ, რომ რა აზრი აქვს, მაინც არაფერი გამოვა აუცილებლად, რადგანაც ერთ ადამიანსაც კი შეუძლია ძალიან ბევრი რამე გააკეთოს და ძალიან ბევრი რამე შეცვალოს. საკუთარი მაგალითებიდან შემიძლია, ანუ ეს ვთქვა. ამიტომ ყველა მშობელს მოუწოდებ, რომ გააქტიურდნენ, იბრძოლონ საკუთარი შვილების უფლებებისთვის და გავერთიანდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.